როგორც ცნობილია, ადამიანს დაბადებისთანავე ჰყავს მფარველი ანგელოზი. ეს მფარველი ანგელოზი მას მთელი სიცოცხლის განმავლობაში იცავს და იფარავს. ასე აღწერენ ამას სხვადასხვა წყაროები, თუმცა პრაქტიკაში ძალიან ბევრი ადამიანი რჩება მის გარეშე, რის შედეგადაც მათი სიცოცხლე ხშირად ძალიან მალე სრულდება. როგორც კი მფარველი ანგელოზი ტოვებს ადამიანს, მისი ცხოვრება სერიოზული საფრთხის ქვეშ დგება. მფარველი ანგელოზი ყველა ადამიანს არ ჰყავს, რომ იცოდეთ. ამის მიზეზი არის ბევრი რაღაც. მაგალითად, როდესაც პიროვნება არის მაწყევარი, ბოროტი, სხვებს ცუდს უსურვებს, აკეთებს ჯადოებს ადამიანებზე, ემსახურება ეშმაკს, სული აქვს ეშმაკზე მიყიდული, აქვს გარიგებები უწმინდურთან, მკითხაობს, არის ცუდი ზნეობის, ხშირად მოიხმარს ალკოჰოლს, ლოთია, დადის უწმინდურ ადგილებში, როგორიცაა კლუბები და ბარები. გამოიყენება ნარკოტიკები და ალკოჰოლი და გადადის უწესრიგო ცხოვრებაზე, იგინება, სხვებს ავნებს. სწორედ ამ მიზეზით ხდება, რომ მათ მფარველი ანგელოზი არ ყავთ და მათი მფარველი ანგელოზები მათგან მიდიან. ასეთი ქცევით ადამიანი აღარ დგას სულიერი განვითარების გზაზე და პირიქით ცდილობს უკან დახევას, სწორედ ასეთ დროს ტოვებს მფარველი ანგელოზი მას. ამის შემდეგ ადამიანი ავადდება, ხშირად ხვდება ავარიებში და შეიძლება დაიღუპოს სასტიკი სიკვდილით, შეიძლება არა, უმეტეს შემთხვევებში ასე ხდება, რადგან მას აღარავინ იცავს. არსებობს მეორე შემთხვევაც, როდესაც ადამიანი ზემოთ ჩამოთვლილ ქცევებს არ მიმართავს, მაგრამ მას მაინც არ ყავს მფარველი ანგელოზი. ამის მიზეზი კი არის შავი მაგია, როდესაც ადამიანს უკეთებენ ჯადოებს. შავ მაგებს შეუძლიათ სპეციალური შელოცვებით მფარველი ანგელოზის გაგდება, ხოლო მის ადგილას ადამიანს დაადევნებენ ეშმაკს. ამის გაკეთება შეუძლია არა დამწყებ მაგებს, არამედ ძალიან ძლიერ პროფესიონალ ჯადოქრებს, რომლებმაც იციან შესაბამისი ხერხები. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ადამიანი მოკლან. როდესაც ადამიანს არ ყავს მფარველი ანგელოზი, ასეთ ხალხს ემართებათ ძალიან ცუდი ისტორიები. ძირითადად ეს ისტორიები არის ფიზიკურ ტრავმებთან დაკავშირებული. ან ხელი ტყდება, ან ფეხი ტყდება, სულ რაღაცა მიზეზები არის, რომ ფიზიკურად დაზიანდეს. და ასევე, რაც მიუთითებს ყველაზე ხშირად, ეს არის ავტოკატასტროფები. რა თქმა უნდა, ავტოკატასტროფებში არა მხოლოდ ის ადამიანი ხვდება, ვისაც მფარველი ანგელოზი არ ყავს, არამედ ისეთი ადამიანები, რომლებიც არიან უწმინდურის მსახურები, მათი შვილები, მათი შვილიშვილები. შესაბამისად, თუ ადამიანი არ არის უწმინდურის მიმდევარი და ის მოყვება ავარიაში და გადარჩება, ან აქვს ტრავმები, ფიზიკურ ტრავმებს ხშირად იღებს, მიუთითებს, რომ მას მფარველი ანგელოზი არ ყავს და აუცილებლად უნდა დაიბრუნოს უკან სპეციალური ლოცვით. ლოცვა იკითხება ნებისმიერ დღეს 3-ჯერ, თუ მეტჯერაც მოგინდებათ წაკითხვა, შეგეძლიათ წაიკითხოთ, მაგრამ სულ ყოველთვის ვკითხულობთ 3-ჯერ. უფალო, ყოვლად მოწყალეო, მიჭირს და ვგრძნობ, რომ დამიბნელდა გზა, ჩემს ბრძოლებში, შფოთვებსა და ცდუნებებში, ვეღარ ვგრძნობ იმ სულიერ დაცვას, რომლითაც ადრე მშვიდად ვდგამდი ნაბიჯებს. დამიბრუნე უფალო ის დაცვა და სინათლე, რომლითაც სწორ გზას ვხედავდი და გულში სიმშვიდე მქონდა. თუ ჩემი სისუსტით ან უძლურებით დამეკარგა ეს მადლი, შენივე მოწყალებით აღმიდგინე. გევედრები უფალო, უბრძანე ჩემს მფარველ ანგელოზს, კვლავ დამიდგეს გვერდით, დამიფაროს ბოროტის რახვებისაგან, დამიმშვიდოს გონება, დამეხმაროს და სწორ გზაზე მატაროს. მომეცი ძალა უფალო, რომ ვიყო ღირსი შენი დაცვისა, მომამადლე გონების სიწმინდე და გულის სიმშვიდე, რათა აღარ დავკარგო ის მადლი, რომლითაც შენ მაძლიერებ. ამინ, ამინ,
ამინ. უფალო, ყოვლად მოწყალეო, მიჭირს და ვგრძნობ, რომ დამიბნელდა გზა. ჩემს ბრძოლებში, შფოთვებსა და ცდუნებებში ვეღარ ვგრძნობ იმ სულიერ დაცვას, რომლითაც ადრე მშვიდად ვდგამდი ნაბიჯებს. დამიბრუნე უფალო ის დაცვა და სინათლე, რომლითაც სწორ გზას ვხედავდი და გულში სიმშვიდე მქონდა. თუ ჩემი სისუსტით ან უძლურებით დამეკარგა ეს მადლი, შენივე მოწყალებით აღმიდგინე. გევედრები უფალო, უბრძანე ჩემს მფარველ ანგელოზს, კვლავ დამიდგეს გვერდით, დამიფაროს ბოროტის რახვებისაგან, დამიმშვიდოს გონება, დამეხმაროს და სწორ გზაზე მატაროს. მომეცი ძალა უფალო, რომ ვიყო ღირსი შენი დაცვისა. მომამადლე გონების სიწმინდე და გულის სიმშვიდე, რათა აღარ დავკარგო ის მადლი, რომლითაც შენ მაძლიერებ. ამინ, ამინ, ამინ. უფალო, ყოვლად მოწყალეო, მიჭირს და ვგრძნობ, რომ დამიბნელდა გზა. ჩემს ბრძოლებში, შფოთვებსა და ცდუნებებში ვეღარ ვგრძნობ იმ სულიერ დაცვას, რომლითაც ადრე მშვიდად ვდგამდი ნაბიჯებს. დამიბრუნე უფალო ის დაცვა და სინათლე, რომლითაც სწორ გზას ვხედავდი და გულში სიმშვიდე მქონდა. თუ ჩემი სისუსტით ან უძლურებით დამეკარგა ეს მადლი, შენივე მოწყალებით აღმიდგინე. გევედრები უფალო, უბრძანე ჩემს მფარველ ანგელოზს, კვლავ დამიდგეს გვერდით, დამიფაროს ბოროტის რახვებისაგან, დამიმშვიდოს გონება, დამეხმაროს და სწორ გზაზე მატაროს. მომეცი ძალა უფალო, რომ ვიყო ღირსი შენი დაცვისა. მომამადლე გონების სიწმინდე და გულის სიმშვიდე, რათა აღარ დავკარგო ის მადლი, რომლითაც შენ მაძლიერებ. ამინ, ამინ, ამინ.